1625 წლის თებერვალში კათოლიკური სამყაროს მმართველთან რომის პაპთან შორეული ინდოეთიდან რელაცია მივიდა. რელაციის ავტორი ცნობილი მოგზაური, დიპლომატი, მწერალი და მთელს ვატიკანსა და იტალიაში სახელგანთქმული ადამიანი, დიდად პატივცემული პიროვნება პიეტრო დელავალე გახლდათ. რელაციაში დელავალე პაპს პონტიფიკოსისათვის პრაქტიკულად უცნობი ქვეყნის საქართველოს შესახებ მოუთხრობდა. ეს არის ქვეყანა, რომელმაც ზუსტად გაიმეორა მაცხოვრის ცხოვრების გზა. ეს არის ქვეყანა, რომელშიც ქრისტიანობა თავისი სიმართლითა და უბრალოებით ყველა ადამიანის გულში ცოცხლობს. ეს არის ქვეყანა, რომლისგანაც მთელმა ქრისტიანულმა ევროპამ მაგალითი უნდა აიღოს. ქვეყანა, რომელსაც იბერია ეწოდება. ამ ქვეყნის ყოველდღიურობა მაცხოვრის ჯვარცმის გზას გავს, რადგანაც იგი ყოველ დროში ტრულად განწყობილი ქვეყნებით იყო გარშემორტყმული. მას შემდეგ, რაც ჩემთვის უცნობი ამ საოცარი ქვეყნის ისტორიას გავეცანი, არ მშორდება ფიქრი, რა ძალამ გააძლებინა ამ ძლიერსა და ღვთისმოსავ ადამიანებს მტრებით გარშემორტყმულ გარემოში, მით უმეტეს, რომ შინაარეულობა და შუღლი მათი ქვეყნის მუდმივი თანამდები გახლდათ. თქვენო უწმინდესობა, მინდა მოგითხროთ ერთი ამბავი, რომელიც მხოლოდ ერთი ამბავი არ არის. მთელი საქრისტიანო შეძრა რამდენიმე თვის წინ სპარსეთის ქალაქ შირაზში შაჰ-აბაზის მიერ ქრისტიანი დედოფლის ქეთევანის წამება. რამდენადაც შემზარავი იყო ეს ამბავი, იმდენად ბრწყინვალე იყო მისი ქრისტიანული სული ძლიერება. ეს ყოველგვარი სიკეთით შემკული დედოფალი აღესრულა როგორც ჭეშმარიტი მოწამე, როგორც უფლის შარავანდედით გაბრწყინებული ანგელოზი. ქეთევანის ცხოვრება და წამება ჩემთვის პატარა და თითქოს ზუსტი იბერიის სულის ძლიერების სიმბოლოა. ქრისტიანულმა ევროპამ ქეთევანის სახით იხილა პირველი საუკუნეების წმინდანი და გაცოცხლდა ეს პირველი საუკუნეების ქრისტიანი, რომ თურმე დღესაც შესაძლებელია მე-17 საუკუნეში რომ ეს გაცოცხლდეს და ამიტომ შეიქმნა ამდენი, ესე ვთქვათ, მის შესახებ გავრცელდა ეს ინფორმაცია, ეს წმინდა ნაწილები ესე გავრცელდა სხვადასხვა ქვეყნებში, აგერ ჩააღწია აზიაში, ინდოეთში, იქ მისიონერებმა წაიღეს. ანუ ეს იყო რაღაცა ისეთი მოვლენა, რომელმაც არათუ საქართველოში გააცოცხლა ქრისტიანობა, მთელ ქრისტიანულ მსოფლიოში. იმ შორეულ 1625 წელს, როდესაც რომის პაპმა პიეტრო დელავალესაგან საქართველოს შესახებ ეს რელაცია მიიღო, უკვე დასრულებული იყო აღორძინების ბრწყინვალე ხანა. ინკვიზიციის სისასტიკეც კი გარკვეულწილად შესუსტებული იყო. ევროპაში ახალი იდეები, ახალი ინტერესები ჩნდებოდა. ქრისტიანობას როგორც იდეოლოგიურ და პოლიტიკურ საყრდენს ევროპულ სახელმწიფოებში საფუძველი ნელ-ნელა შეერყა. საქართველოში კი სრულიად განსხვავებული ვითარება იყო. საქართველოს თავისი უგრძელესი ისტორიის ერთ-ერთი ყველაზე მძიმე ჟამი უდგას. ირანის ტახტზე შაჰ-აბაზის ოსმალეთს დასავლეთ საქართველოს პრაქტიკულად მთელი ტერიტორია აქვს დაკავებული და თავის ინტერესებს აღმოსავლეთ საქართველოსაც ავრცელებს. ეს ორი უზარმაზარი სახელმწიფო ერთმანეთს პატარა საქართველოს ხელში ჩასაგდებად უპირისპირდება.
სამეფო სამთავროებად დაყოფილი ქვეყანა შიდა პოლიტიკური არეულობის ასპარეზიც არის, მაგრამ განცალკევებულ და დანაწევრებულ საქართველოშიც კი მეფე მთავარნი ფიქრობენ გზებზე, გამოსავალზე, თუ როგორ მოახერხონ ამ ორი უზარმაზარი იმპერიის ექსპანსიისაგან თავის დახსნა. მეფეები და მთავრები თანამოაზრესა და ერთმორწმუნეს მთელს ევროპაში ეძებენ. ელჩობას აგზავნიან ვატიკანში, საფრანგეთში, ესპანეთში. ცდილობენ პოლიტიკური და დიპლომატიური ურთიერთობა დაამყარონ რუსეთთან, რომელიც იმ პერიოდისათვის უკვე საკმაოდ ძლიერი სახელმწიფოა. ამავდროულად საქართველოს მეფე მთავრებს ოსმალეთთან და სპარსეთთან მუდმივად დიპლომატიური გზების ძიება უწევთ, რადგან ქვეყანა ფიზიკურად გადარჩეს. განსაკუთრებით რთულ ვითარებაში ამ პერიოდში კახეთი აღმოჩნდა. სანამ დედოფალი ქეთევანის სპარსეთში გატარებულ 11 უმძიმეს წელზე და მოწამებრივ აღსასრულზე ვისაუბრეთ, თვალი გადავალოთ პოლიტიკურ ვითარებას, რომელიც იმ პერიოდში და ცოტა უფრო ადრე აღმოსავლეთ საქართველოში და კონკრეტულად კახეთში სუფევდა. ქეთევან დედოფლის მამამთილი, კახეთის მეფე ალექსანდრე საქართველოს ისტორიაში ერთ-ერთი ყველაზე ტრაგიკული და ამავდროულად ერთ-ერთი ყველაზე გონიერი მმართველი გახლდათ. მას მოუწია დიპლომატიური ურთიერთობა დაემყარებინა როგორც ოსმალეთთან, ასევე სპარსეთთან და ამავდროულად ეძებნა პოლიტიკური პარტნიორები მთელს ქრისტიანულ სამყაროში. ყველაზე რეალურად მეფე ალექსანდრემ იმ პერიოდისათვის რუსეთი მიიჩნია, რამაც სპარსეთის შაჰის განრისხება და საბოლოოდ მეფის სიკვდილიც კი გამოიწვია. ქეთევანი ალექსანდრეს უფროსი ვაჟის, ტახტის მემკვიდრის, დავითის მეუღლე გახლდათ. დავითი არ იყო მეფე ალექსანდრეს რჩეული ძე. ის უპირატესობას უმცროს ვაჟს, გიორგის ანიჭებდა. ალექსანდრე მეფის ისტორია ძალიან გავს დავით აღმაშენებლის ვაჟის მეფე დემეტრე პირველის ამბავს. მან პრაქტიკულად გაიმეორა მისი დიდი წინაპრის ბედი. დემეტრე პირველის მსგავსად უფროსმა ვაჟმა დავითმა მამა ტახტიდან ჩამოაგდო, ალავერდის მონასტერში გამოკეტა და სამეფო გვირგვინსა და სკიპტრას დაეპატრონა. უფალმა სამაგიერო მიუძღო დავითს და რამდენიმე თვეში მეფე გარდაიცვალა. მეფე ალექსანდრემ მონასტერი დატოვა და კვლავ კახეთის სკიპტრა და გვირგვინი ჩაიბარა. ახლა უკვე მისი მემკვიდრე გიორგი გახდა. ამ პერიოდში დაქვრივებული ქეთევანის ბედი ისტორიისათვის უცნობია, თუმცა უნდა ვივარაუდოთ, რომ მას მამამთილთან და მაზლთან საუკეთესო ურთიერთობა ჰქონდა. ალექსანდრე კახთა მეფის ორი შვილი, ერეკლე ბატონიშვილი და კონსტანტინე ბატონიშვილი, სინამდვილეში მძევლებად და თითქოს აღსაზრდელად ოსმალეთისა და სპარსეთის მბრძანებლებს ჰყავდათ წაყვანილი. ერეკლე ბატონიშვილი ოსმალეთში გაურკვეველ ვითარებაში გარდაიცვალა. სწორედ ის იყო კახეთის ტახტის პირველი მემკვიდრე და რაც შეეხება კონსტანტინეს, ის ბავშვობიდანვე შაჰის კარზე იზრდებოდა. გამაჰმადიანებული გახლდათ და შაჰის უსაზღვრო ერთგულად ითვლებოდა. შაჰ აბასი მას თავის ძეს უწოდებდა და წლების განმავლობაში მამის, ოჯახისა და ქრისტიანობის მტრადს ზრდიდა. ცოტა მოგვიანებით, როდესაც კონსტანტინემ მამისა და ძმის საზარელი მკვლელობა ჩაიდინა, რუსეთის ელჩებთან საუბარში თქვა ფარული მიზეზი მამისადმი ზიზღისა. ჩემი რა ბრალია, თვითონ მომიძულეს, თვითონ გამიმეტეს, მეც ქრისტიანად ვიყავ დაბადებული, მაგრამ შაჰთან გამიშვეს და ისლამი მიმაღებინესო. დავითის გარდაცვალებისა და ალექსანდრე მეფის ტახტზე დაბრუნების შემდეგ შაჰ აბასმა კონსტანტინე მირზა სპარსელების დიდ არმიასთან ერთად კახეთში გამოაგზავნა. მიუხედავად მრავალი შემოსევისა, ლეკიანობისა და 1000 პოლიტიკური პრობლემისა, ეკონომიკური თვალსაზრისით კახეთი მძლავრი, აყვავებული მხარე გახლდათ. მეღვინეობა და მეებრეშუმეობა ყვაოდა. აღებმიცემობა გაცხოველებული იყო. ის გრემის ნაქალაქარია. იმ პერიოდის კახეთის სატახტო ადგილი და ცენტრი. ამ ნანგრევებიდანაც კი ჩანს, როგორი მდიდარი
და მშვენიერი ქალაქი იყო გრემი. შაჰ-აბასისა და ირანელთა ექსპანსია ქალაქ გრემს სამუდამოდ გააქრობს. ეს უმშვენიერესი ქალაქი ქეთევანის წამებიდან რამდენიმე წლის შემდეგ არსებობას შეწყვეტს. ქალაქი, რომელიც ქეთევანთან ერთად გაქრა, ასე ეძახდნენ გრემს. სპარსეთიდან შაჰ-აბასის მიერ გამოგზავნილი კონსტანტინე მირზა გრემისაკენ მოემართება. ალექსანდრე მეფე და მისი ვაჟი გიორგი ძეგამის სასახლეში არიან. გაყიზილბაშებული შვილი სამშობლოში ბრუნდება და თან ყიზილბაშთა უზარმაზარი არმია მოჰყავს. თითქოს კახეთში უნდა შეისვენან და შემდეგ ერევნის ციხის ასაღებად დაიძრან. სინამდვილეში კი სულ სხვა რამ აქვს ჩაფიქრებული. კონსტანტინე მირზა მამასთან და ძმასთან სასაუბროდ ძეგამის სასახლეში გამოცხადდა. თან ყიზილბაში სარდლები ახლავს. კონსტანტინე მამას ეკამათება. მისი უფროსი ძმა გიორგი ეპასუხება ძმას. როგორც კი გიორგი კონსტანტინესაკენ დაიძრა, ყიზილბაშმა სარდლებმა ხმალი იშიშვლეს და გიორგისაკენ გაექანენ. კონსტანტინემ ყველას დაასწრო და ხმალი ძმას გულში აწგერა. მეფე ალექსანდრე ტახტიდან წამოიჭრა, მაგრამ სიტყვის თქმაც ვერ მოახერხა. კონსტანტინეს მოღერებული მახვილი მოხუც მეფეს გულში ჩაერჯო. კონსტანტინემ მოკლულ მამას და ძმას თავები მოკვეთა და შაჰს გაუგზავნა. თითქოს ისიც უთქვამს, თქვენი დანაბარები პირნათლად შევასრულე, ახლა კი კახეთის ტახტს ვითხოვო. მამისა და ძმის მკვლელ კონსტანტინე მირზას კახეთის ტახტზე ჯდომა არ ეღირსა, რადგანაც შაჰ-აბასი მიხვდა, რომ კახელები მამისა და ძმის მკვლელს მეფედ არასდროს აღიარებდნენ. ამიტომაც თავშეკავება და დასტურის მიღებაზე წაყრუება არჩია. კონსტანტინე მირზამ კი გრემსა და ძეგამში სისხლის კალოები დააყენა. ალავერდის მონასტერში წაბრძანდა დაქვრივებული ქეთევანი, რომელსაც კონსტანტინე მირზას დაბრუნებით ყველაზე დიდი საფრთხე დაემუქრა. მაზლმა რძალს შეუთვალა, შენზე ქორწინებას ვაპირებო. ქეთევანზე დაქორწინებით ის კახეთის ტახტს არა მხოლოდ ყიზილბაშური, არამედ ქართული სამართლითაც დაიკანონებდა. ქვრივი ღვთისმოსავი დედოფალი, რომელიც მანამდე ხმამაღლა არასდროს ჩარეულა პოლიტიკაში, კახეთის თავადაზნაურობას ალავერდის მონასტერში იბარებს და თავის ნებას აცხადებს. ან კახელები თავისი ქვრივად დარჩენილი დედოფლის ღირსებას დაიცავენ, მამისა და ძმის მკვლელ კონსტანტინეს ტახტს მოაშორებენ, ან არა და ქეთევანი დატოვებს კახეთს და ქართლში, მამისეულ მამულში, მუხრანში დაბრუნდება. ქეთევანისაგან წარმოთქმული ეს წინადადება, როგორც მოწოდება, როგორც გამოფხიზლება, როგორც ნიშანი კახეთისა და თავად ქეთევანის მოწამეობრივი გზის დასაწყისისა, თითქოს წინაპირობა, პრელუდია იმ ბრძოლისა, რისი გადატანაც დედოფალს ალავერდის ტაძრიდან შირაზის მოედნამდე მოუწევს. ქეთევან წამებული და ასეთი დიდი წმინდანების ცხოვრება იწყება, წამება მანამდე, სანამ წანება მოხდება. ისინი თვითონ არიან ჯვარ და თვითონ აცვამენ ჯვარს თავის ადამიანურ სისხლებს. კახეთში ფარულად აჯანყება იწყება. კონსტანტინე მირზას კლავენ. მამის და ძმის მკვლელი უარასის ღირსიაო, უბრძანებია შაჰ-აბასს და კახელ დიდებულთა თხოვნა თეიმურაზის კახეთის ტახტზე დასმის შესახებ შეუწყნარებია. თეიმურაზი ისევე როგორც კონსტანტინე ლამის შაჰის კარზე იყო გაზრდილი. ამიტომაც ცბიერ შაჰს იმედი ჰქონდა, რომ მისი სახით ის მოკავშირესა და ერთგულ ადამიანს დასვამდა კახეთის ტახტზე. შაჰ-აბასს კატეგორიულად არ მოსწონდა ის ამბავიც, რომ მიუხედავად დაქსაქსულობისა, საქართველოს სამეფო სამთავროები მუდმივად ცდილობდნენ დინასტიური ქორწინებით გაერთიანებულიყვნენ. დინასტიურ ქორწინებათა ტრადიციის მიმდევარი იყო ქეთევანიც. სწორედ ამიტომაც
თავისი ვაჟის თეიმურაზისათვის მან საცოლის ძიება ბაგრატიონთავის შტოში დაიწყო. უпростоრად კი მშობლიურ ქართლში. სვიმონ მეფის შვილიშვილის, ქართლის მეფე გიორგის ორი ქალიშვილიდან ერთ-ერთი ქეთევან დედოფალმა რძლად მოისურვა. მეფე გიორგის ორი შვილი ჰყავდა: ლელა თინათინი და თამარ ხორეშანი. სვიმონ მეფის უფროსი შვილიშვილი შაჰაბაზის საცოლე გახდა და სპარსეთის გზას გაუდგა. რაც შეეხება სილამაზით განთქმულ თამარ ხორეშანს, მას კახეთის დედოფლობა და მეფე თეიმურაზის თანამეცხედრეობა ელოდა. თუმცა სულ მალე ეს ქორწინება კახეთის და შემდეგ უკვე ქართლის აოხრების მიზეზი გახდება. შაჰაბაზი, რომელიც მიზეზებს ეძებდა, რომ ქართლ-კახეთში ლაშქრობები არასდროს შეეწყვიტა, განაცხადებს, რომ თამარ ხორეშანი მისი საცოლე იყო, რომ მას ეს ქალი ძალიან უყვარდა და თეიმურაზმა იგი წაართვა. 1625 წელს საქართველოში ჩამოსული თეათინელი მისიონერი, მხატვარი და ისტორიოგრაფი კრისტოფორო დე კასტელი, რომლის კალმის წყალობითაც ჩვენ თეიმურაზის პორტრეტით შემოგრჩა და თამარ ხორეშანისაც ამ უკანასკნელის ერთ-ერთ პორტრეტზე მიაწერს მეორე ტროელი ელენე. თუმცა რეალურად შაჰაბაზის დიდი სიყვარულის ამბავი საქართველოში არავის ჯეროდა. ერთ დღეს შაჰაბაზმა თეიმურაზს წერილი გამოუგზავნა. ხორეშანის დაუყოვნებლივ სპარსეთში გაეგზავნა, რადგან შაჰს მასზე ქორწინება სურდა. თეიმურაზმა პასუხი გასცა: არც რჯული და არც ღირსება უფლებას არ მაძლევს ცოლი ვინმეს გავუგზავნო. შაჰი სასტიკად განრისხდა და მის კარზე მყოფ რამდენიმე ქართველ დიდებულს კითხა: იმ შემთხვევაში თუ რომელიმე აზნაური თავად თქვენთან ცოლს წაართმევს, თქვენი რჯული ამ თავად როგორ მოქცევას ურჩევსო? თავადებმა დაუყოვნებლივ უპასუხეს: ასეთ აზნაურს მამული უნდა გადაუბოგო და ყმამსახურნი ამოუხოცო. მეც სწორედ ასე მოვიქცევი, უპასუხა შაჰაბაზმა და დაძრა ლაშქარი საქართველოსაკენ. კახეთის კარს მომდგარმა შაჰმა მძევლებად თეიმურაზის ვაჟები ლევანი და ალექსანდრე მოითხოვა. ქეთევან დედოფალმა გადაწყვიტა შვილიშვილებს თანხლებოდა და შაჰის მძვინვარება როგორმე დაეცხრო, თუმცა მან თავიდანვე იცოდა, რომ ისიც ტყვეობისათვის იყო განწირული. გამგზავრების წინ იმ უძველეს ტაძარს ეწვია, რომელიც დღესაც მსოფლიო კულტურული მემკვიდრეობის უნიკალურ ძეგლად ითვლება, გურჯაანის ორგუმბათიან ყველაწმინდას. არსებობს გადმოცემა, რომ ქეთევან წამებული ქართულ მიწაზე უკანასკნელად ამ ტაძარში ეზიარა. ქეთევანისა და შაჰაბაზის შეხვედრა დიპლომატიური ურთიერთობის იდეალურ ნიმუშად შეიძლება მოვიყვანოთ. ყველა სიტყვა, რომელიც დედოფალმა მრისხანე შაჰის და მსოფლიო ისტორიაში ცნობილი ერთ-ერთი ყველაზე სასტიკი და ამავდროულად ყველაზე ვერაგი მბრძანებლის წინაშე წარმოსთქვა, ზომიერების, ტაქტის და ამავდროულად დედოფლისათვის დამახასიათებელი ღირსებისა და თავდაჭერილობის მაგალითია. როდესაც შაჰი დაინტერესდა თუ რად გამოაგზავნა თეიმურაზმა დედა და თავად არ ეახლა მბრძანებელს, ქეთევანმა უპასუხა: კახეთის მეფემ ჩემმა ვაჟმა ყველაზე ძვირფასი შვილები და დედა გაახლათ, რითიც თავისი ერთგულება, პატივისცემა და სიყვარული დაგიდასტურათო. გარეგნულად შაჰს პასუხი მოეწონა, მაგრამ რა თქმა უნდა არ ეამა. მას თეიმურაზის დატყვევება სურდა და არა დედოფლისა, მაგრამ ისიც კარგად ახსოვდა, რომ მის მიერ კახეთში წარმოგზავნილი კონსტანტინე მირზა სწორედ დედოფალთან დაპირისპირების შემდეგ მოკლეს კახელებმა. შაჰაბაზმა ისიც იცოდა, რომ ქეთევან დედოფალი არა მარტო განსაკუთრებულად პატივცემული ადამიანი, არამედ ძალიან ჭკვიანი პოლიტიკოსიც იყო. ამიტომაც ბევრი აღარ უფიქრია, დედოფალი შეიპყრეს და შვილიშვილებთან ერთად სპარსეთისაკენ გზას გაუყენეს. დაიწყო ქეთევან დედოფლის 11 წლიანი საპატიო ტყვეობა. სევდით, ტკივილით, ტრაგედიით სავსე, წუხარე დღეები. ტყვე დედოფალი სპარსეთის ერთ-ერთ მთავარ ქალაქ შირაზში ჩააბრძანეს. შირაზით ბეგლარბეგი, ეროვნებით ქართველი,
იმამ ყულიხან უნდილაძე გახლდათ. იმამ ყულიხანი იყო დედოფალ ქეთევანის მასპინძელიცა და მეციხოვნეც. თუმცა უნდა აღინიშნოს, რომ დედითაც და მამითაც ქართველი ყულიხანი დედოფალს განსაკუთრებული პატივისცემით ეპყრობოდა. ამას ადასტურებენ იმ პერიოდში სპარსეთში მყოფი ევროპელებიც და ცოტა უფრო მოგვიანები მეფე თეიმურაზ პირველიც. მიუხედავად დიდი პატივისცემისა, გამაჰმადიანებულმა ქართველებმა ქრისტიანი დედოფლის დაცვა ვერ მოახერხეს. იმ პერიოდში, როდესაც ქეთევანი შირაზში ჩააბრძანეს, იტალიელი მოგზაური პიეტრო დელავალე სპარსეთში იმყოფებოდა. დელავალეს ჩანაწერებში უკითხულობთ რამდენიმე ისეთ საინტერესო ეპიზოდს, რომელიც ქეთევან დედოფალს ადამიანური კუთხით გვაჩვენებს თავის ყოველდღიურ ყოფაში, ურთიერთობებში მსახურებთან თუ სასულიერო პირებთან, ადამიანებთან, რომლებიც დედოფალთან დადიოდნენ. დელავალი აგრეთვე აღწერს სპარსეთში გადასახლებულ ქართველთა მდგომარეობას, თუ როგორ ამხნევებდა ქეთევანი ყველა მათგანს, როგორ იყო ყველა მათგანისათვის არა მხოლოდ დედოფალი, არამედ დედა და მანუგეშებელი, როგორ მოუწოდებდა მტკიცედ დარჩენილიყვნენ ქრისტიანობაში. დედოფლის ოჯახთან პიეტრო დელავალეს განსაკუთრებული ურთიერთობა აკავშირებდა, რადგანაც იმ პერიოდში სპარსეთში აგრეთვე მყოფი ალავერდილი მიტროპოლიტის ოჯახის ახლონათესავი, ქეთევანის კარზე მყოფი თინათინ, რომელსაც იტალიურ წყაროებში სინიორა მარიუჩას სახელით ვიცნობთ, პიეტრო დელავალეს მომავალი მეუღლე უნდა გამხდარიყო. სპარსეთში არაერთი გამაჰმადიანებული ქართველი ცხოვრობდა. იყო ოჯახები, რომელთა წევრებიც ნაწილი ქრისტიანი იყვნენ, ნაწილი კი მაჰმადიანები. ყველა მათგანი დადიოდა ქეთევანთან სტუმრად. ტრაპეზზე, რომელიც დედოფალთან იმართებოდა, ძალიან ხშირად მიმდინარეობდა კამათი რელიგიასთან დაკავშირებით. გამაჰმადიანებული ქართველები ქრისტიანებსაც მოუწოდებდნენ ცხოვრების შემსუბუქების მიზნით მაჰმადიანობის გზას დადგომოდნენ. ასეთ კამათს ესწრებოდა ქეთევან დედოფალი და მიუხედავად იმისა, რომ იგი ბუნებით ძალიან მშვიდი და სათნო იყო, ასეთი საუბრის დროს შეუვალი და კატეგორიული ხდებოდა. ქეთევან დედოფლის დამსახურებაა, რომ პიეტრო დელავალე თინათინზე იტალიურ წყაროებში სინიორა მარიათი ცნობილ ქალბატონზე დაქორწინდა. როდესაც დელავალეს სპარსეთიდან გამგზავრება დასჭირდა, თინათინმა ქეთევანთან დარჩენა გადაწყვიტა, მაგრამ დედოფალმა დელავალე დაიბარა და თინათინს დაჟინებით მოსთხოვა იტალიელთან ერთად სპარსეთი დაეტოვებინა. მხოლოდ ერთი პირობა ჩამოართვა პიეტრო დელავალეს, რომ თინათინისათვის მართლმადიდებლობაზე უარის თქმა და კათოლიკურ სარწმუნოებაზე გადასვლა არასდროს ეთხოვა. დელავალემ დედოფალს პირობა მისცა და პირნათლადაც შეასრულა. ეს ამბავი ქეთევანის შირაზში წამებამდე 5 თვით ადრე მოხდა. უნდა ითქვას ისიც, რომ პიეტრო დელავალე იყო ადამიანი, რომელმაც თუ შეიძლება ასე გამოვხატოთ, ხელი შეუშალა ქეთევან დედოფლის კათოლიკური ეკლესიის მიერ წმინდანად აღიარებას. მან ვერ იკადრა ტყუილი ეთქვა ქეთევანის კათოლიკური ეკლესიისადმი მიდრეკის შესახებ. ამიტომაც პორტუგალიელი ბერის ამბროსიო დუშანჟუშის ცდილობა, რომ რომის პაპს წამებული დედოფალი წმინდანად შეერაცხა, კრახით დასრულდა. პორტუგალიელი მისიონერი ამბროზიო დუშანჟუში გახლავთ ადამიანი, რომელმაც უდიდესი ღვაწლი დასდო როგორც ქართულ ისტორიოგრაფიას, ასევე თავად დედოფალს. მან დაწვრილებით აღწერა დედოფლის უკანასკნელი დღეები და შემდეგ წმინდა ნაწილთა საქართველოში ჩამობრძანებისათვისაც ბევრი იღვაწა. დუშანჟუში თავად იყო მოწმე ქეთევანის წამებისა, მისი არაადამიანური ტანჯვის და გაუგონარი სულიერი სიმტკიცისა, რომელმაც აღტაცებაში მოიყვანა არა მხოლოდ იქ მყოფი ქრისტიანები, არამედ მისი მწამებელი ჯალათებიც კი. ამ შემთხვევაში ხდებოდა ესეთი წარმოუდგენელი არაადამიანური ზებუნებრივი მოთმინება. რასაკვირველია, როდესაც პიროვნება გამოირჩეოდა ძალიან დიდი სულიერი სიმაღლით, დიდი რწმენით, ღვთისადმი, დიდი სიყვარულით და აი ესეთ ადამიანებზე უფალი უშვებდა დიდ რწმენას, რომ გამოჩენილიყო ღვთის ძალა, რომ აი შეუძლებელი ადამიანისთვის შესაძლებელი ხდება ღმერთის დახმარებით.
ამის მაგალითები არის პირველ, მეორე, მესამე საუკუნეებში. მერე ასეთი რამეა იშვიათად გვხვდება, ქეთევან დედოფლის მოწამეობა იმით არის სწორედ გამორჩეული, რომ როცა ეს ხდებოდა პირველ საუკუნეებში, მაშინ მოციქულები ცხოვრობდნენ, მათი მოწაფეები ცხოვრობდნენ, ქრისტეს ნათელი, ესე იგი, მათზე იყო მიფენილი, ანუ ახლოს იყვნენ იმ დედამიწაზე მოსიარულე ღმერთთან, მათ შეხება ჰქონდათ მასთან და ეკლესიის აბსოლუტური უმრავლესობა როგორც წმინდანები ისე ცხოვრობდნენ. ესენი ქრისტიანები დედამიწაზე იყო ეს რაღაცა ღვთაებრივი სხეული, ორგანიზმი, რომელიც ამ ქრისტიანული საზოგადოების, ანუ აქ უფრო ადვილი იყო ამის დათმენა, აქ უფრო ადვილი იყო ამ ღვთაებრივი ძალების გამოვლენა. მე-17 საუკუნეში, როდესაც მთელ მსოფლიოში, არა მარტო კათოლიკურ სამყაროში და პროტესტანტულ სამყაროში, რომელიც გაცილებით უფრო დასუსტებული იყო შედარებით მართლმადიდებლურ, მაგრამ თვით მართლმადიდებლურ სამყაროშიც, აი ბიზანტიის იმპერია დაეცა, ბუნებრივია საქართველოში ძალიან მძიმე პერიოდი იყო, ესეთი გამოვიარეთ ეს 1000 ესე ვთქვათ დამპყრობელი და აი ძალიან უჭირდა ეს სულიერად ძალიან დასუსტებული იყო. ამ დროს იგივეს გაკეთებან, ამიტომ არის ეს დიდი სასწაული. ამიტომ არის შენ გაუტოლდე მე-17 საუკუნეში პირველი საუკუნეების წმინდანებს, უფრო შეუძლებელია ეს. მაშინ კიდე ეს უფრო შესაძლებელია. ამიტომ არის ასეთი დიდი ქეთევანი, ამიტომ გახდა იგი მნიშვნელოვანი არა მარტო საქართველოსთვის. და მაინც რატომ გადაწყვეტა შაჰ-აბასმა 11 წლიანი პატიმრობის შემდეგ ქეთევანისათვის სასწრაფოდ მოეთხოვა ისლამის მიღება, ან უსასტიკესი სიკვდილით დაემუქრა. არსებობს ასეთი გადმოცემა, რომ სპარსეთში მცხოვრებ არაერთ აღზევებულ, გამოსულმანებულ ქართველს დედა კვლავ ქრისტიანი ჰყავდა. ერთ დღეს შაჰ-აბასმა თავის ქართველ ქვეშევრდომებს დაავალა დედებისათვის ეკითხა, თუ რატომ არ იღებდნენ ისინი მაჰმადიანურ სარწმუნოებას. თუ თეიმურაზის დედა ქრისტიანია, ჩვენ რაღაცომ უნდა მივიღოთ ისლამიო. იყო პასუხი. რასაკვირველია ეს არ ყოფილა მიზეზი იმისა, რომ შაჰმა გადაწყვიტა ქეთევანისათვის სასწრაფოდ მოეთხოვა მუსულმანობის მიღება, მაგრამ ის, რომ ქეთევანი მრავალი ადამიანისათვის მაგალითის მიმცემი იყო, რაც შაჰის პოლიტიკას თავისთავად ხელს უშლიდა, ცხადია. იყო მეორე და ძალიან მნიშვნელოვანი ფაქტორიც, რამაც დააჩქარა ქეთევანის წამება. მოსკოვის დიდი მთავრის ელჩები შაჰის კარზე გამოცხადდნენ და ქეთევან წამებულის განთავისუფლება მოითხოვეს. რუსეთის კავკასიაში და კერძოდ საქართველოში მოსვლის ფაქტორი ყველაზე მეტად აღიზიანებდა შაჰ-აბასს. თუ სპარსეთში მყოფი ადამიანი მუსულმანობას მიიღებდა, ის ავტომატურად სპარსი და შაჰ-აბასის პირადი ქვეშევრდომი ხდებოდა და ქვეყნის დატოვება ეკრძალებოდა. ამიტომაც რუს ელჩებზე ქეთევანის გატანება ამ შემთხვევაში გამორიცხული იქნებოდა. მთავარი და უპირველესი რასაკვირველია იყო ის, რომ შაჰს მთელი კახეთისა და ქართლის გამუსულმანება სურდა, ხოლო ქეთევანი სპარსეთში მყოფი ტყვე დედოფალი მაგალითად და იმედად რჩებოდა საქართველოში მყოფი ყველა ადამიანისთვის. შაჰმა ძალიან კარგად იცოდა, რომ ქეთევანი მის წინადადებას არ დათანხმდებოდა, ამიტომაც ელჩების პირით შეუთვალა. თუ ქრისტეს არ დაგმობ, ჭეშმარიტ ღმერთს არ ირწმუნებ და ჩემს ნებას გადახვალ ისეთი წამებით გაწამებ, რომლის მსგავსით ადამიანთა მოდგმაში არავისგან უცდია. პორტუგალიელი ბერი ამბროსიუ დუშანჟუში თავის ნაწარმოებში ნამდვილი ცნობები უბრწყინვალესი დედოფალის ქეთევანის დოპოლის სახელოვან მოწამებრივ სიკვდილზე დაწვრილებით აღწერს ყველა დეტალს, რომელიც იმ დღეს შირაში მოხდა. შაჰის წარგზავნილმა ელჩებმა და ჯალათებმა 6 დღის სავალი 3 დღეში გაიარეს და ქეთევანს გამოეცხადნენ. დედოფალი მათი დანახვისთანავე მიხვდა, რომ რაღაც ძალიან მნიშვნელოვანი მოხდა. თუმცა სპარსეთში ცხოვრების 11 წლის განმავლობაში მას მხოლოდ ცუდი ამბები ესმოდა. მის ირგვლივ მყოფ ერთგულ ადამიანთა მკვლელობა, შევიწროვება, ცილის წამება, მასთან ერთად მყოფ მღვდელს სპარსელებმა ცოლ-ქმრულ ღალატში დასდეს ბრალი,
შემდეგ ისლამის მიღება მოსთხოვეს და როდესაც უარი მიიღეს, წამებით მოკლეს. მეორე მღვდელი, რომელიც ქეთევანთან ერთად იყო, შიშისაგან გატყდა და მაჰმადიანობა მიიღო. დელავალე წერს, რომ ქეთევანისათვის მისი ძვირფასი მღვდლის მკვლელობა გაცილებით უფრო ადვილი გადასატანი იყო, ვიდრე მეორე სასულიერო პირის მიერ ისლამის მიღება. დედოფლის მძევლად აყვანილი შვილიშვილები შაჰის ბრძანებით დაასაჭურისეს. ერთმა ბავშვმა ტკივილს ვერ გაუძლო და ადგილზევე გარდაიცვალა, ხოლო მეორე ჭკუიდან შეიშალა და რამდენიმე დღეში გარდაიცვალა. დედოფალმა ყველა ეს ტკივილი და სულიერი ტანჯვა მაღალი ქრისტიანული ღირსებით დაითმინა. ახლა კი ჟამი იყო დამდგარი, რომ ქეთევან დედოფლის 11 წლიანი გოლგოთა ჯვარცმით დასრულებულიყო. დედოფალმა მშვიდად მოусმინა ელჩთა წინადადებას. ნება ითხოვა ელოცსა და გავიდა. თუ რას უპასუხებდა ელჩებს, წინასწარვე იცოდა. მცირეხნიანი ლოცვის შემდეგ ჯალათებთან დაბრუნდა და სიკვდილისათვის მოემზადა. თავად შაჰ-აბასის ისტორიკოსი ისკანდერ მუში წერს, მას შემდეგ რაც ისლამი გაჩნდა დედამიწაზე, არც ერთი სულიერის მიმართ არ გამოუჩენიათ ისეთი სისასტიკე, როგორც კახეთის დედოფალ ქეთევანის მიმართ გამოიჩინეს და არც ერთი ადამიანი არ უწამებიათ ისეთი საზარელი წამებით, როგორც ეს სუსტი ქალი აწამეს. შანთები გაახურეს, ლოყა ჩამოათალეს, არც კი დაუკნესია. ერთადერთი რაც ითხოვა ჯალათებისაგან, ის იყო, რომ სახალხოდ არ გაეშიშვლებინათ. რასაკვირველია, ჯალათებმა ეს არ შეისმინეს და მკერდი მოუშიშვლეს. ერთადერთი მხოლოდ მაშინ დაიგმინა, თუ შანჟუში წერს, რომ სიშიშვლემ შეაწუხა და არა ტკივილმა. მკერდი გავარვარებული შანთებით დააგლიჯეს, თავზე გახურებული ფოლადის ქვაბი დაახურეს. ქეთევანი იტანჯებოდა და არ კვდებოდა. თითქოს დედოფალს რაღაც საოცარი უხილავი ძალა სიმტკიცეს მატებდა. არ ისმოდა არც გმინვა, არც ტირილი. კლდესავით გამაგრებული, ქალი უდრტვინოლად ეგებებოდა სიკვდილს. არ შფოთავდა, არ წუხდა, მხოლოდ ლოცულობდა. სამაგიეროდ ჯალათებს უმტყუნათ ნერვებმა. ამარა ადამიანური წამების გამძლე ქალის ყურება მათ აღარ შეეძლოთ. ამიტომ ერთ-ერთი მათგანი დედოფალს ყელში წვდა და დაახრჩა. შელპოვრად იდგა ვითარცა ლომი, ასე უთქვამს ერთ-ერთ ჯალათს. აი ვინ არის ნამდვილად მზეზე მაღალი. საქმე ის გახლავთ, რომ ლომი და მზეზე მაღალი სპარსეთის შაჰის აბასის სახელები იყო. პირად საუბარშიც კი მას მზეზე მაღალს ან ლომს ეძახდნენ. ეს ამბავი შაჰ-აბასს მიუტანეს, რომ ჯალათებმა ქეთევანს მზეზე მაღალი და ლომი უწოდეს. ამიტომაც იმ დღის შემდეგ არც ერთი ეს ჯალათი აღარავის უნახავს. ამბროზიო დუშანჟუში თავის ნამდვილ ცნობებში ერთ ძალიან უცნაურ ამბავსაც წერს. მაშინ, როდესაც შაჰ-აბასს ქეთევანის სიკვდილი ამცნეს, მასთან ერთად სპარსეთში მყოფი დიდი მოურავ ბეგი სააკაძე იმყოფებოდა. როდესაც ქეთევანის მოწამებრივი სიკვდილის ამბავი მოისმინა, მაცნეს კითხა მაშეს ქალი მოკვდა რწმენისთვის და როცა დადებითი პასუხი მიიღო, უცებედად შემოტრიალდა და მოურავ ბეგს სააკაძეს სახეში სილა გააწნა. შენ უნდა მომკვდარიყავი და არა ის, იყო შაჰის მოულოდნელი რეაქცია. დუშანჟუში წერს, რომ სააკაძემ შეურაცხყოფა მოითმინა, მაგრამ შაჰს შემდეგ ისეთი სამაგიერო გადაუხადა, რომლის მსგავსიც მას არასდროს უგემნია. საქართველოში ცნობილია, რომ ამას მოჰყვა მთელი, ესე ვთქვათ, აი შემდეგ რიგი მოწამეობისა, რაღაცა გმირობებისა და აი გამოცოცხლებისა, ქრისტიანული სულის გაცოცხლების ჟამი დადგა. დიდი სული შთაბერა ქედო, მაგრამ საოცარი ის არის, რომ ეს მოხდა არა მარტო საქართველოში, ეს მოხდა მსოფლიოს მასშტაბით ქრისტიანულ სამყაროში. საქართველო განსაკუთრებული მადლიერებით უნდა იყოს აღსავსე პორტუგალიელი ავგუსტინელი ბერის, ამბროზიო დუშანჟუშის მიმართ. რადგან ამბროზიო დუშანჟუში გახლავთ პიროვნება, რომელმაც ზუსტი დოკუმენტური ცნობები შემოგვინახა ქეთევან დედოფლის ჭირაში წამების შესახებ. აგრეთვე ის გახლდათ ადამიანი, რომელმაც თავისი თხზულებით მთელს ევროპას გააცნო ქეთევანის გაუგონარი გმირობის ამბავი და რაც მთავარია, მოიძია მისი ნეშტი და წმინდა ნაწილები საქართველოში დააბრუნა. ეს ამბავი კი ასე მოხდა.
შახაბას ყველანაირად ცდილობდა, რომ არ ყოფილიყო ცნობილი მისი დაკრძალვის ადგილი, რომ ეს თაყვანცემის ადგილად იქცეოდეს, მან შესანიშნავად იცოდა და აი მინდორში სადღაცა ღრმა ორმოში აბსოლუტურად მიუვალ ადგილას დაკრძალეს. აი დუშანჟუში სწორედ 2 თვის როგორც თვითონ აღნიშნავს და 13 დღის განმავლობაში დღეში რამდენჯერმე იგუებდა სხეულს, ძიმე მარხულობდა და ევედრებოდა უფალს, რომ მიეკვლია აი ამ ადგილისთვის. და აი სწორედ 5 იანვარს თუ კარგად მახსოვს, აი 2 თვის და 13 დღის მერე ორჩილდურ სანტოშთან ერთად მიაკვლია ამას და საერთოდ წამოასვენეს ჯერ შირაზში, შემდეგ ისპაჰანში. რამდენიმე თვეში შახაბასმა პორტუგალიელი მისიონერები ისპაჰანიდან გააძევა. ამბროზიო დუშანჟუშმა თავისი პირადი ნივთების ნაცვლად ქეთევან დედოფლის წმინდა ნაწილები ერდიტყოთში ჩააბრძანა და საქართველოსაკენ დაიძრა. ასე დაიწყო წმინდა დედოფლის ნატანჯის სხეულის უგრძელესი მოგზაურობა. ერთი ნაწილი წმინდა დედოფლის ნეშტის და თეიმურაზმა საოჯახო სამლოცველოში დააბრძანა. ეს სწორედ ის ნაწილი გახლავთ, რომელიც რამდენიმე წლის შემდეგ პარსთა შემოსევის ჟამს დევნილმა უფლისწულმა მთიულეთისაკენ წააბრძანა. სადღაც ანანურთან ადიდებულ არაგვში ცხენმა წაიპორხილა და წმინდა დედოფლის წმინდა ნაწილები სამუდამოდ დაიკარგა. რასაკვირველია, ავგუსტინელმა კათოლიკე ბერებმაც დაიტოვეს ქეთევან-წამებულის ნაწილები და სწორედ ეს წმინდა ნაწილებია ის, რომელიც მთელს ევროპაში მიმოიფანტა. უპირველეს ყოვლისა, უნდა ითქვას ის ფაქტი, რომ ამბროსიო დუშანჟუშმა ეს უდიდესი სიწმინდე ინდოეთში, გოასაკენ წააბრძანა. დუშანჟუში, რომელმაც მიაკვლია წმინდა ქეთევანის წმინდა ნაწილებს, მან გამოაქვეყნა წიგნი 1630 წელს რომში. იქ იყო აღწერილი სხვათა შორის მონაცემები დაყრდნობილი უამრავ დოკუმენტურ მასალაზე, პირველ წყაროებზე, დაყრდნობით ის მიუთითებს მისამართს, სადაც არის წმინდა ნაწილები დღეს დაევანა ამ წმინდა ნაწილებმა სწორედ დაგრასას ტაძარში. რატომ დაგრასას, რატო გოაში? იმიტომ რომ გოა იყო მაშინ სწორედ აი მისიონერული საქმიანობის მოღვაწეობის ცენტრი, ქრისტიანობის ცენტრი. ის მაშინ ეს კუნძული ეკუთვნოდათ პორტუგალიელებს. 80-იანი წლების ბოლოს დიდი ქართველი მოღვაწე ბატონი რეზო ტაბუკაშვილი ქეთევან-წამებულის დაკარგული ნეშტის ძიებამ ამბროსიო დუშანჟუშის სახელთან პორტუგალიელ მეცნიერთან რობერტო გიულბეკიანთან და შემდეგ კი გოაზე მიიყვანა. 50-იან წლებში, როდესაც პორტუგალიელმა ძალიან დიდმა მეცნიერმა მამა სილვა და რეგომ გამოაქვეყნა ძალიან სერიოზული ნაშრომი. როდესაც ის აღწერს დაგრასას ტაძარს, მან გვერდი ვერ აუარა უდიდეს სიწმინდეს ქეთევან-წამებულის ნეშტს, წმინდა ნაწილებს და ეს აღწერა მან. პორტუგალიურიდან ეს ნაწილი თარგმნა ძალიან დიდმა მკვლევარმა, ის სომხური და ქართული ისტორიის შუა საუკუნეების მკვლევარი გახდა გიულბეკიანი. ბატონი რეზო სწორედ აი ამითი დაინტერესდა და წარმოიდგინეთ იმ პერიოდში 88 წელს მან მოახერხა გოაში ჩასვლა. მან მოახერხა იმ პერიოდში ძნელ საბჭოთა დროს კიდევ მოახერხა რომ დაამყარა ურთიერთობა ინდოეთის მთავრობასთან, საბჭოთა კავშირის მთავრობასთან, საბჭოთა მთავრობასთან და მიიღო უფლება იქ ექსპედიციის მოწყობისა და ჩატარების. მათ დაახვდათ აი დაახლოებით 25 მეტრის იატაკიდან 25 მეტრის სიმაღლეზე დაფარული მიწით, ნანგრევებით ის ტაძარი დაინგრა. მისი ამ აქტივობებითაც მაშინვე გოაში ინდოელებმა დაიწყეს აი მისი გაწმენდა. მანამდე მათ ეს თავშიც არ მოსულიათ, რომ ეს ტაძარი გაეწმინდათ, ეს დაგრასას ტაძარი. და ჩვენ უკვე როდესაც ჩვენი ექსპედიცია ჩავიდა, ჩვენ უკვე ვიყავით აი მიწის დონეზე, უკვე იატაკის დონეზე იყო გაწმენდილი. მან ეს მოახერხა და ის ოცნებობდა იქ ჩაეტარებინა ექსპედიცია წაეყვანა და ბოლომდე მიეკვლია წმინდა ნაწილებისთვის, მაგრამ
სამწუხაროდ ის ძალიან ძიმე სენით ძიმედ გახდა ავად და მას ეს ოცნება ვერ შეუსრულდა მის სიცოცხლეში და აი თითქოს ანდერძივით დაგვიბარა მის შვილს ლაშას მეც რომ აი ეს საქმე როგორც გაგვესრულებინა და აი 2001 წელს ღმერთმა შეგვაძლებინა ჩვენ რომ აი მისი ანდერძის შესასრულებლად მის ნაკვალევზე შეგვექმნა სამეცნიერო ექსპედიცია რომელსაც მე ხელმძღვანელობდი და ჩავსულიყავით გოაში ამ ექსპედიციაში იყვნენ ჩემთვის ძალიან მნიშვნელოვანი იყო ყველა თაობის წარმომადგენელი ბატონი რეზოს შვილიშვილიც, შვილიც, უფრო ახალგაზრდებიც და უფრო ასაკის წარმომადგენლები ყველა თაობა სხვათა შორის ინდოელები ამეთი ძალიან მოიხიბდნენ რომ როგორ იქ ბევრი პორტუგალიელები და სხვები და ყველა აღტაცებული უყურებდა აი ეს შთამომავლები როგორ ეძებენ 400 წლის წინ აქ დაკრძალულ თავიანთი დედოფლის წმინდა ნაწილებს არსებობს ერთი წერილი, რომელსაც დილავალე საფრანგეთიდან ვატიკანში აგზავნის და ამ წერილში საუბარია იმაზე, რომ იგი თან მოაბრძანებს წმინდა დედოფლის ქვედა ყბის ძვალს, რომელიც სავარაუდოდ ვატიკანშივეა დაფლული. ინტერვიუ, რომლის ფრაგმენტებსაც ახლა ეკრანზე ხედავთ, 2 წლის წინ ჩვენი გადამღები ჯგუფის მიერ ფილმ ნიკიფორე ირბახზე მუშაობის პერიოდშია გადაღებული. ნიკიფორე ირბახი პირდაპირ არის დაკავშირებული ქეთევან წამებულის პირად ხატთან, რომელიც მან იერუსალიმიდან ევროპაში ჩააბრძანა. 1997 წელს ბარის უნივერსიტეტის პროფესორმა ქალბატონმა ბარბარა ლომაჯისტრომ ქართულ მეცნიერ რომის უნივერსიტეტის პროფესორ გაგა შურღაიასთან ერთად პროპაგანდა ფიდეს არქივის სომხურ განყოფილებაში აღმოაჩინა ერთი ცნობა, რომელშიც ვკითხულობთ. იბერიის მეფის თეიმურაზის ელჩი ნიკიფორე ირბახი, რომელიც წმინდა ბასილის ორდენის წარმომადგენელი გახლავთ, ასე უწოდებდნენ კათოლიკეები მართლმადიდებლებს, იერუსალიმიდან ჩამობრძანდა და ჩამოიტანა ძვირფასი საჩუქრები რომის პაპის და ესპანეთის მეფისათვის. რომის პაპისათვის ელჩს მიურთმევია დიდი ხანი გოლგოთაზე ნამყოფი კახეთის მეფე ალექსანდრეს მიერ შეწირული ძველთაძველი ჯვარი. ალექსანდრე თეიმურაზის ბაბუა გახლავთ, ხოლო ესპანეთის მეფისათვის უძველესი ხატი განკითხვის დღისა, რომელიც მეფე თეიმურას იერუსალიმში ჩვენი უფლის საფლავისათვის შეუწირავს. ეს ხატი თეიმურაზის წმინდა დედის სპარსეთში შაჰაბაზის მიერ ნაწამები დედოფალ ქეთევანის პირადი კუთვნილება გახლდათ. 2 წლის წინ არის გადაღებული ეს ინტერვიუც საქართველოს ელჩთან ვატიკანში ქალბატონ ქეთევან ბაგრატიონთან, რომელიც სამუშაო კაბინეტის უმთავრეს მშვენებას ქეთევან წამებულის ხატი წარმოადგენს. Infatti si può parlare კახეთის დედოფალი ქეთევანი კათოლიკურ სამყაროში განსაკუთრებულად დაფასებული პატივცემული დედოფალია. მიუხედავად იმისა, რომ ქეთევანი არ გახლავთ კათოლიკური ეკლესიის აღიარებული წმინდანი, მისი ცხოვრება სამაგალითოა ყველა ქრისტიანისათვის მას შემდეგ, რაც ამბროზიო დუშანჟუშის თხზულების წყალობით ევროპამ ქეთევანის წამების შესახებ შეიტყო. არსებობს ინფორმაცია იმის შესახებაც, რომ წმინდა ნაწილები რომში წმინდა პეტრეს ტაძარშია, თუმცა ზუსტი არქეოლოგიური გათხრებით ეს ამბავი დადგენილი არ არის. ვატიკანის არქივებსა და პროპაგანდა ფიდეს არქივებში დაცულია რამდენიმე წერილი, რომელიც ქეთევან წამებულის ცხოვრებასთან დაკავშირებულ სხვადასხვა რელაციას მოიცავს და ეს ვფიქრობ მეცნიერთათვის და მკვლევართათვის ძალიან საინტერესო მასალაა, რომელიც სრულად ახალი კუთხით დაგვანახებს დიპლომატიურ, პოლიტიკურ თუ რელიგიურ ურთიერთობებს ევროპასა და საქართველოს შორის. მაინც რატომ გახდა ქეთევან წამებული ასეთი სამაგალითო და განსაკუთრებული პიროვნება მთელს ევროპაში? რატომ მიეძღვნა მას ლიტერატურული ნაწარმოებები, მუსიკალური ნაწარმოებები, ფრესკები, ხატები? ქეთევანი სწორედ იმ დროს მოევლინა ქვეყნიერებას, როდესაც საქართველოსაც და მთელს ქრისტიანულ სამყაროსაც ძალიან სჭირდებოდა ასეთი მორალური საყრდენი.
საქართველოს სჭირდებოდა მისი გმირობა და სულიერება, ხოლო ევროპას სჭირდებოდა სულიერი ორიენტირი. ქეთევანი არის სიმბოლო დაცემული სულიერების განახლებისა. არა მარტო საქართველოში, მთელ მსოფლიოში. რაც შეეხება წმინდა ნაწილთა თემას. იყო ასეთი მონაცემებიც, რომ მისი წმინდა ნაწილი ნამიურშია. ნამიურში ინახება ეს ბელგიაში, ბელგიის ქალაქია მოგეხსენებათ 1909 წელს თუ კარგად მახსოვს ქართულ გაზეთში გამოქვეყნდა ეს ტაძარი, მინიშნებით რომ აქ არის სწორედ ეს წმინდა ნაწილები. კალისტრატე და ნინა სალიები ეძებდნენ უდიდესი მოღვაწეები ქართველები ჩვენი ემიგრაციაში მყოფი ძალიან ესეთი ბევრი მიკვლევა აქ თმა და ძალიან დიდი ვაწლი დაასდეს ქართული კულტურის კვლევას მათ ეძებდნენ ისინი და მათაც ვერ მიაგნეს. ქეთევანის წმინდა ნაწილები გარკვეული ცნობები აგრეთვე რუსეთში, სერგი რადონეჟელის ლავრაში იყო. პატრიარქს ეს არ მოუყოლია ჩემთვის, არ უბრძანებია რამდენჯერმე როგორც დიდი საიდუმლო ის ამას ყვება. ხო და მე დარწმუნებული ვარ ის არ გამიწყრება ამის გამო თუ მე ახლა ამას მოვყვები. როდესაც ის სწავლობდა სერგეი პასადში, აი სწორედ ის ნათლად იხსენებს იმას, რომ ერთი წმინდა ნაწილი, აი კლავი როგორც ის აღწევს ძვალი, ესე დიდი ძვალი, იყო წითელი ლენტით ისიც კი ახსოვს მას, იდო საპატიო ადგილზე, ესვენა საპატიო ადგილზე და იყო წარწერა, რომ ეს არის ქეთევან წამებულის ძვალი. ალბათ სავარაუდოდ ეს სწორედ ცნობილია ფაქტია ესეთი, რომ თეიმურაზმა ვაჟიშვილმა წმინდა დედოფლის გაუგზავნა რუსეთის მთავარს. რუსეთის მთავარს, როგორც დიდი სიწმინდე, რუსეთის მართლმადიდებელი ეკლესიაც ამას უდიდეს სიწმინდედ თვლის. და ალბათ როგორც კი ჩვენ ამაზე დავიწყოთ ეს ექსპედიცია ჩავატარეთ აქტიური ის გააკრეს სერგეი პასადში უკვე გადაინახეს, შეინახეს. მაგრამ მე ვფიქრობ, რომ მაინც არის რაღაცა რეზერვები, რომ აი რაღაცა პერიოდის განმავლობაში შევეცადოთ იმას, რომ ეს დაგვიბრუნდეს ჩვენ ეს სიწმინდე. ლონდონის მუზეუმში არსებობს წმინდა ქეთევანის მედალიონი. თბილისის ხელნაწერთა ინსტიტუტში ლოცვანი, რომელიც სავარაუდოდ ქეთევანს ეკუთვნოდა. ატი, რომელიც თბილისის ქეთევან წამებულის სახელობის ტაძარშია, წმინდა დედოფლის პირადი საკუთრება იყო. ინდოეთში მდებარეობს არქეოლოგიური მუზეუმი, სადაც მისი ერთი წმინდა ნაწილია. უწმინდესის მიერ ნაკუთვნ მორწმუნე ქალთა საზოგადოების თავისნობით სპეციალურად ამ მუზეუმისათვის დაიწერა ქეთევან წამებულის არაჩვეულებრივი ხატი და შეიქმნა ჩასაბრძანებელი, რომელშიც ქეთევანის წმინდა ნაწილი ინდოელებმა ჩააბრძანეს. ისევე როგორც ალავერდის ტაძრისათვის. ქეთევანის წმინდა ნაწილის ჩასაბრძანებელი. ასეთი დიდი წმინდანის თაყვანისცემის აღორძინება, ეს ერის სულიერი აღორძინება იქნება და აი ქეთევანი გვიახლოვდება სურს რომ დაგვეხმაროს და ჩვენც უნდა ვისარგებლოთ და აი სწორედ მისი გახსენება, მისადმი თაყვანისცემა სჭირდება დღეს ძალიან საქართველოს. ქეთევან დედოფლის წმინდა ნაწილები 2004 წელს ინდოელმა არქეოლოგმა აღმოაჩინა და საქართველოში ჩამოაბრძანა. მისი წმინდა ნაწილის ჩამობრძანება ნიშნავს ამ სიწმინდესთან ჩვენთან მოახლოებას. ანუ ქეთევანი სულ უფრო და უფრო გვიახლოვდება. ეს 400 წელიც მისი მოახლოება, ის მონაწილეობს დღეს ქართული სახელმწიფოს, ქართველი ერის აი ამ უმძიმეს გარდამავალ პერიოდში, რომ გაიაროს ეს პერიოდი. ქედი ლოცვით იმედია, რომ გამთლიანდება საქართველო. დამშვიდდება საქართველოს ეკლესია, ჩვენი მომავალი იქნება კეთილი და მშვიდობიანი. გიხაროდეს ფრიად შვენიერო მოწამეთა შორის. გიხაროდეს ქეთევან დედოფალო ბრწყინვალეო